მე ახლა ვიმყოფები ზუგდიდში, წერეთლის 165 ნომერში. გამაგრებელ პოლიციაც, აღსროვის ბიუროც და სამწუხაროდ საზოგადოება ძალიან ცოტა ვართ. ემიხელა ფართობზე მაქვს საუბარი და როდის უნდა დავთავაზოს ეს უღმერთო კანონი გამოსახლებას გულისხმობ. საზოგადოების ერთობა როდის უნდა იყოს, ხო? ახლა აქ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყოფილიყო, დარწმუნებულები იყავით, რომ ეს არ მოხდებოდა, იმიტომ რომ არაერთი ფაქტი გვაქვს იმისი, რომ საზოგადოების დიდი ერთობის შედეგად ძალიან ბევრი აღსრობა გადაიდო და აღსრულება ზოგადად 300,000-მდე ოჯახს ემუქრება სახლიდან გამოსახლება იძულების წესით. კიდე ძალიან ბევრი უღმერთო კანონები გვაქვს და ზუსტადაც უნდა ვიფიქროთ ყველაფერს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ პირველ რიგში სახელმწიფო ბანკი არის შესაქმნელი, რომელიც იქნება უალტერნატივო ფაქტიურად ასეთ შემთხვევებში და იმაზე არაერთხელ გვისაუბრია და შეგიძლიათ გადახედოთ მამისა ჯაფარაშვილის გვერდსაც, რომელიც აქტიურად საუბრობს ამ ყოველივეზე, ამ კონკრეტულ საქმეში რა თქმა უნდა მხარდაჭერას უცხადებს. ამავდროულად მე ვფიქრობ მთლიანად შესაძლებელი არის მთავრობაც და ზუსტადად ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები უნდა იყოს მთავრობა დაკომპლექტებული და სამწუხაროდ საზოგადოებას ჯერ კიდევ ძინავს. მე ხა აქ ხედავ მობილიზებულს იქეთ აღსრულების ბიჭებიც დგანან და გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ადამიანები ძალიან მტკივა ისეთ ადგილას მუშაობ. ამიტომაც ჩემი მხრიდან მოგმართავ თქვენს, ვინცაც გაქვთ რაიმე სამსახურების შექმნილები, მინიმუმ 50 ადამიანი აღსრულების ბიუროდან იქნებ დავასაქმოთ სხვადასხვა სამსახურებში, რომ არ მოუწიოთ ასეთ უღმერთო კანონების აღსრულება. იქიდან გამომდინარე, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანი კაცი ვარ. მე მესმის მათი თვალებშიც ეთყობათ, როგორ არ უნდოდა და ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევაც ყოფილა ამ ისტორიების მანძილზე. სადაც ვნახეთ, რომ გულით არ უნდოდა კანონი არ ვალდებოდა, სადაც ხალხის ერთობა იყო და საზოგადოების ერთობა დაინახეს, ასე ვთქვათ, იქ არ გააბედეს ასეთი რაღაცა და არ შემოუდგეთ. აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ თქვენც რა ასეთ ადამიანებთან პირველ რიგში სწორი საუბარი, ქრისტიანული გონიერება გვჭირდება და ერთმანეთის ვილოცოთ აი ამ ადამიანებისთვისაც, რომ ასეთი კანონების აღსრულება არ მოუწიოთ და პირველ რიგში საზოგადოების ერთობა არის საჭირო. მე რო შემეძლოს ახლა გურწფელად გეტყვით, აი ხა სულ ერთი იგივე ასე ვთქვათ აღმასრულებელი პოლიცია დადის და სადღაც 50 ადამიანს მაინც ვთვლი ხოლმე. ამას ემატება ხოლმე, იმუბნის პოლიცია ხოლმე ან ქალაქის ან რეგიონის როგორც არის ხოლმე სხვადასხვა ადგილებში. ხოდა მინიმუმ აღსრულების პოლიციისთვის მე რო შემეძლოს კარგ სამსახურებს დავასაქმებდი, რომ არ მოეწიათ ასეთი ადგილებში მუშაობა. მით უმეტეს თქვენ მოგეხსენებათ სამსახურის ძებნა როგორი ძნელი არის საქართველოში, იმიტომაც ყავს ამდენი ემიგრანტი საზღვარგარეთ და იმ ემიგრანტებსაც მინდა მიმართო. გთხოვთ ჩამოდით რა. მარტო ვერ შევძლებთ ამ უღმერთო კანონებს მოვერიოთ და ვერ შევძლებთ იმასაც, რომ ეროვნული მთავრობა მოიყვანოთ ქვეყნის სათავეში. იმიტომ ძალიან ბევრი რაღაც არის შესაძლებელი, ყოველდღე ახალი პრობლემა ემატება და ყოველდღე ახალი გასაჭირი არის ქართველი ერის წინააღმდეგ. და საქართველოს ქართველების ერის გარეშე სურთ ფაქტიურად 300,000 ოჯახს ემუქრება ხალხო, წარმოიდგინეთ გამოსახლება. ხო, ისაც რა ვართ საქართველოში დარჩენილები და სამწუხაროდ დუმილი გონია თქვენ პასუხი, ჩემთვის დუმილი დანაშაული არის. ამიტომაც მოგიწოდოთ ერთობისაკენ, ახლა გთხოვთ ეს ვიდეო მაქსიმალურად გადააზიაროთ და მიმატანოთ ჩემი სათქმელი საზოგადოების უმეტეს ნაწილთან. ამავდროულად იქნებათ შევძლოთ ამ ადამიანებისთვის სამსახურების ძებნაც უკეთეს პირობებით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ მათ ოჯახებსაც სამწუხაროდ არ აქვთ დალხენილი ცხოვრება და ასეთ ადგილებში უწევთ მუშაობა. ყველა სამსახური დასაფასებელია, მაგრამ ღმერთმა ქნას ოდესმე ვინმე მოვიდეს მთავრობაში, წესიერი ეს მე ვიქნები, სხვა იქნება არა აქვს ჩემს არსებითი მნიშვნელობა, თანამდებობისთვის არ ვიბრძვი, მხოლოდ ვიბრძვი მთავარი ის, რომ ჩემი ერისში უკეთესი კეთილდღეობა იყოს, ჩემი ერის უკეთესი მომავალისთვის ვიბრძვი და ვინც არ უნდა მოვიდეს შემდეგში მთავრობაში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ასეთი აღსრულების პოლიცია გაუქმდეს და ეს ადამიანები რა თქმა უნდა უკეთეს ადგილებში დასაქმდნენ, იმიტომ რომ არ შეიძლება როცხონად ვიფიქრო ქრისტიანმა ადამიანმა. და აქედან გამომდინარე, გთხოვთ გადააზიაროთ, საზოგადოება ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ და მაქსიმალურად ვცადოთ, რომ ადამიანებსაც შეუქმნათ ღირსეული პირობები საცხოვრებლად და რომ არ მოუწიოთ ასეთ ადგილებში მუშაობა. და გარდა გამოსახლების კანონის გაუქმებისა, კიდე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გავიაზროთ, გავითვალისწინოთ და ერთობის დრო არის. მადლობა ყურადღებისთვის.
ჩართულია ყველაფერი. დაიწყე პირდაპირში. პირდაპირში ვარ. ზურფასო თანამე მამულენო. თქვენ იცით ალბათ უკვე ორი კვირა თითქმის ჩვენ ვაანონსებთ ზუგდიდში გამოსახლების პროცესის გაპროტესტებრო უნდა გაგვეპროტესტებია, აგერ მოვიდა ბოლო წუთები ფაქტიურად და ვაჩვენოთ მობილიზებული არის აღსრულების ეროვნული ბიურო. ფაქტიურად ერთ მხარეზე დგას სახელმწიფო, მეორე მხარეზე დგას მისი წარმომქმნელი ერი. და მოძალადეობრივად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სახელმწიფო კანონები ცდილობს მისი წარმომქმნელი ერი გაასახლოს თავისი საუკუნოვანი ნაცვალების სახლებიდან. მე მინდა ნახოთ რა ხდება აქ. ესენი არიან ჩვეულებრივი ჩვენი შეცდომაში შეყვანილი ძმები. გულწრფელად ველები. ძალიან ბევრჯერ მილოცია, რომ დიდება უთანს მქონდეს ისეთი სახელმწიფო, სადაც ესენი ღირსეულ სამსახურს მოემსახურებიან. მე ერთი რიგითი ქართველი ქალი და დედა. ვამბობ, რომ სახელმწიფო უნდა გამოუჩინოს გონიერება. დღეს მოვუწოდებ ზუგდიდის მერიას, ზუგდიდის პოლიციას. მოგიწოდეთ ყველას, ხელი არ შეუშაოთ აღმასრულების კანონის საქმიანობას. ყველანი შევდივართ შიგნით. სულ ყველანი შევდივართ შიგნით. მე გავუშვა. აუგარი ძობი იქ. შენ ვიდერი კი. აი მე შეიძლება გადავძანდით. ამარად, მათ თქმა უნდა და არა მობიძაბძანდით. ხელისუფლება და საპატრიარქო. წყალებში სასულიერო პირებო. ჭიშკრიდან 5 მეტრით ვარ ამ ძალადობის შემხედვარე, რომელი იტყვით, რომ თქვენ ემსახურებით ქრისტიანობას. პირდაპირ დეუბნებით, აქედან მივდივართ გუბერნიაში და აი ზუსტად იმ ილია მეორის სურათის წინ გაგაშიშულებთ სუყველას. სასულიერო და საეროსაც, რომელიც შეთანხმებულად ძარცვათ ერს, შეთანხმებულად. ეს არ არის გამოსავალი 1000 ჯერ ვიმეორებთ ამას. და ნუ დაუშვებთ, რომ ცუდად მოგიტრიალდება ხელისუფლება. ამ სახეს ოჯახი არ დაკარგავს არც ერთი წუთით. აქ ხალხი წვეთს ვამბობ და ხალხი გადაწყვეტს უცებ ყველაფერს. ხო შეიძლება ქართველები ხო ხარ მოლაპარაკება ხო შეიძლება მეტი უნდა მეტი 50 თუ არის 150 უნდა ვინ არის მისი წარმომადგენელი დაველაპარაკოთ მაგას კაცო კრუები და მუნჯები არიან მოსულები მე მარტო რატო შევიდა მაგით ჩვენი და ხო უნდა შეყვეს ვიღაცა კაცო გამკა ეს გამართ Kidiragade, kimiragade, sotodoko. Mukiu mure. Ates kiana Avropa mudas esontonzo. Gdakhune atavre atavre majrado gini gatezma. Midaghalareno bosho egergi. წარმომადგენელთან მოლაპარაკების საშუალება მოგვეცი აღსრულება. წარმომადგენელთან მოლაპარაკების საშუალება მოგვეცი აღსრულება.
მოგილაპარაკოთ, ასე კი არა, გამოდიო მისი ნაშრომი არ არის. წარმომადგენელთა მოლაპარაკებ ხო შეიძლება რა შევხვდეთ წარმომადგენელს. ყველა მოვითხოვ მოლაპარაკებას მოვითხოვ. იოსებაშვილი არ არის ეგა. თუ შემეშალა. მოლაპარაკებას ვითხოვ. საერთო გოგთუად. მოილაპარაკონ. მერე მოიგონა აღსრულება მოიდების ისა მამისა როგორ უნდა იცოდა ისა. აღსრულება მოლაპარაკებას მიხშით მაინც არავინ და ისე ვერ იმასიცოდი. მოლაპარაკებაზე აღსრულება მოსული წარმოებაა. ზუგდიდის ხელისუფლება, გუბერნია, მერია ვერ ერევით ხო გლობალისტების მიერ საქართველოს განადგურების პროგრამას ვერ არ გაქვთ ხო არაფრის ძალა. აღიარეთ, რომ ფიქტიურად უბრალოდ დასმული ხელისუფლება ხართ და არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ საკუთარი ერისთვის. სამწუხაროა, ზუსტად დარწმუნებული ვარ, რომ გულით არც ერთს არ გინდათ, მაგრამ ძალა არა გაქვთ. ზუგდიდელებო, გამოდით სულყველანი, მიატოვეთ ყველაფერი აბსოლუტურად რასაც აკეთებთ. გამოდით და არ დაუშვათ ეს. ეს არის საშინელება, ერის გენოციდი, ხალხო, სიკვდილი არაფერია ამასთან. თვალუა მოგო, თვალუა! საქართველო ღურელგეც ფაქტიურო, სორეკ ზუგდიდელებ, სორეკ სამარგალო, სორეკი! ღურელგეც მთიანო ქიანაგეც ღურელი! ონგარუშუარესი ამხან ერთხა! არც ართოვორეთ ონგარალი! განგაშის არია, განგაშის! გამოდით ყველანი ხალხო, გუდი კაცსა უნდა დადგეს! ვისი 100 თუ 50 აღსრულების გვეშინია? ამის გვეშინია? დადანკით ბაღზე ზუგდიდი მიატოვე ყველაფერი და წერეთლის 165 ნომერში წამოდით. დედები დავდგეთ, ვამბობ და უნდა ვიტიროთ და ვიგვიტინოთ. არ შეიძლება ამის დაშვება. კი, აუცილებლად. ზაგადავკეთოთ. აუცილებლად. კი, აუცილებლად გადავკეთოთ გზას. არ შეიძლება დაუშვათ ეს ქრისტიანულ ქვეყანაში. არა უშავს ბოლო დამიწერა და რაღაცას მუხლი იქნება რაღაც არ არის პრობლემა. არც დაჭერის მეშინია, არც ღმერთის მეშინია მარტო. რას უყურებთ, რას უშვებთ? როგორ შეიძლება აი, გამშვიდდი.
გამოსახლების უფლება მარტო. ჩვენ არ გაქვს ჩვენ არ გაქვს ის გადაკეთის უფლება, გადაიწია. არ მოხდა საშუალება და გადაიწია. ისე კარგად გადავკედა. მომისმენთ ხამხო თქვენ მოგიარეთ თქვენია ბიჭო ახალგაზრდა ბიჭები ხარ არა თქვენია შვილები არ გესდება ოჯახი არა დედა არა ყავს მისცე ნორმალურად გადავადება აბა გადავადება არა კაცო სხვა შეგუგობრობა მოლაპარაკებაზე წავიდნენ თუ არა და გაინდა მაინც ას მანეჯერიანი სახლებები უნდა წაიღონ კაცო არ მოლაპარაკებაზე წავიდნენ გამოსახლება არის ზუგდიდში გამოსახლება სახელმწიფოს რომელსაც შევთავაზეთ პროექტი სახელმწიფო ბანკის შექმნის შესახებ რადგან უნდა აიღოს დაისწავლოს პასუხისმგებლობა იმიტომ რომ ეს დაჩებილი კანონები სახელმწიფოც აიღებული სახელმწიფო რომელიც მტერია საკუთარი არის როგორ შეიძლება ეს მორატული კანონები კონდეს ჭრატო ბიგზალა გამოხატისუფლებას ვერ გამიგე ბატონო ბიგზალა ეს გადაკითხვა შეიძლება ეს კანონი ადამიანი ოჯახი და პროტესტი მოხდა კანონის ფარგლებში გადაბზანდი გადაკითხვა არ არის გამოხატვის საუცხოა მეგობრებო არ დაიფანტოთ ძალიანად ხოს არ დაიფანტოთ ძალიანად მთელ ზუგდიდს სოფლებს ყველას ქალაქს მოგიწოდოთ ყველანი ვიცი ძალიან კარგად ვინც ბევრს ფრონტსკებით უფრო მეტი ვალი გაქვთ ვინც ვითომ დიდი ბიზნესები გაქვთ უფრო დიდი ვალები გაქვთ ყველას პრობლემაა ეს მიატოვეთ ყველაფერი და გამოდით დღეს არაფრით არ უნდა დაუშვათ ეს საშინელება ვამბობ მოროტება უღმერთო კანონის აღსრულება ჩვენ ქვეყანაში გადაიწია გადაბზანდით ზის მოძრაობას მოაფერხა რა გავაპროტესტოთ ქვეყანა აღარ არსებობს რა უნდა გავაპროტესტოთ კარგად გილახაჩი არ არის კარგია არა ამ უღმერთობა ეს არის უღმერთობა დაგვიჭის ღმერთი დაგვიჭის ღმერთი იმიტომ რომ ასე უღმერთობა დაგანონებული ამ უკრავ ხე არავინ არ წერს გადაბზანდი ეს არის უკიდესი ცოდვა გაავთავისოთ ზის სავალ ნაწილს რა გამანდიერა ქუეს თავრობა და სამთავრობა რომ მოაიქცეს მონები არაკეთებია სისტემის მონები ფოტო გადაბზანდეთ და გააპროტესტოთ გადაბზანდეთ ხო სამწუხაროდ ზედმეტი ზრუნვით არაფერი მოგვივიდეს არ ეწყინოს პოლიციას უშვებთ ამ ყველაფერს რაც ხდება მე მგონი გადრადო რომ ქართველმა ერმა საკუთარი სიცოცხლის ფასად თუნდაც ჩვენ არ უნდა დაუშვათ აი ეს საშინელება ამ ქვეყანაში მე ახლა დღეს ამოღებული არ მაქვს მაგრამ ყველას პირდები ამ საღამოს დავჯდები და ზუგდიდელების სახლი ისიც გადაფორმებულია ბანკების სახელზე და დღეს თავს იწონებენ და ვითომ დამალულები არიან ყველა სახელ და გვარს გავასაჯაროებ იმიტომ რომ ჭირი თავს არ დაიმალავს ეს არის ბოროტების პიკის ზეიმი აქ ამ ქვეყანაში ეს არის უღმერთობა ყოვლად ხალხს დაგვჭის მამაზე ციერი დაგვჭის ინდიფერენტულობის გამო და ჩემი შენი სახლი კი არა ყველაფერი ახლად დარჩება იმიტომ რომ დაუშვით და აქამდე მოვიყვანეთ ეს უღმერთობა
Galačrdieро, პირდაპირ გეუბნები, გალაჩრდიერო და ჩაჩანაკდიერო. ერთსაც ვერ გიწოდებ ნახირად გადაიქეცი უნდა გითხრა. ყველაფერი დაუშვით აბსოლუტურად. ამ პარტავნობამ, უდაბზიკობამ შეგიფყრო. თორე აქ დღეს ნახევარი საქართველო უნდა ყოფილიყო. მაგრამ შენი ხმის იმედზე გინდათ თქვენი ცხოვრება მოიწყოთ და ვერ მოიწყობთ დამიჯერეთ. ვერ მოიწყებთ, იმიტომ რომ იმდენი უფლისში უნდა დავარდეს ქვეყანაზე, რომ თავის გამოყოფი შეგეშინდებათ მალე. და ასეც იქნება ეს დარწმუნებული ვარ. ასეც იქნება დიდება უფალს მე დღევანდელი დღე მაჩვენებს ხვალ და ზეგ როგორ უნდა მოვიქცე. თუ არაფრის ღირსი არა ვართ, არც არაფერი არ მოგვეცემა. და ყველა ის ვინც შემოთესა ჩემ ქვეყანაში ეს კანონები, ურია მასონებო, არ გოგონეთ რამე შეგრჩეთ. არ გეგონეთ ვინმეს რამე შეგრჩეთ. სადა ის უფროსი? ვინ არის უფროსი? გადაიხდი, დღეს გადაიხდი. ფული აქვს და მისცემ. არ უნდა, ფული რო არ უნდა არის. გამოისა არ მიდივა კაცოასა. აღდგები ხოლმე. ყოველი დღე ჯოჯოხეთა ფექცე. ფული გააქვს ბიჭებო, მუშაობს. როგორ დავალებას ასწორებს. შოთა, გინა ის ადამიანის გული არა აქვს საერთოდ, დამდგეთ და დამილაპარაკეთ. იმას აიძულოს ლაპარაკებას ეს თქვენს ხوار გიხარიათ რა სიტუაცია. ნახეთ ახლა ეს გადახსნებული სოდო არ არის მოუძებელს ის ადამიანი ვინც ცხოვრობს. რუირამი ინდაპირ შიღარ ორივეში იქა დაუბრუნდით საუბრობს რა უნდა ვისაუბრო იქნებ მორიგება იყოს. აი ეს შევეხვეწოთ ძალიან ყველას, რომ მორიგება ყველა ამოვიღებ პასპორტებს ამ ადამიანს, რომ მორიგება ვაწარმოოთ. და ჩავაბარეთ პასპორტებს ყველა. კი ბატონო, ბატონო. მორიგება აუცილებლად მორიგება უნდა შედგეს. აუცილებლად. მე ავანტყოფის გამოვიღეთ გამოსახლება ყველას ავანტყოფის ყველას გაჭირებული სტატუსი გაგვიჭირდა. ყველას გვესმის, მაგრამ საჭირი ყველას გაგვიაკუნებს. გვესმის, ჩვენც მაგას ვთქვით, რომ მოლაპარაკება უნდა შედგეს. მიატოვან ყველაფერი, დახარონ სამუშაო, ყველაფერი და მოვიდნენ. არ შეიძლება დღეს აქ გამოსახლების დაშვება არაფრით. არ შეიძლება დღეს ბოროტი ზეიმი. ალბათ კი
ჩემო სამეგრელოს მაცხოვრებელო, მე ბათუმიდან ჩამოვედი. თქვენი რეგიონის მაცხოვრებელს გვერდში დავუდგეთ. ბიჭო, ნერვებისგან კანგალებ, იმიტომ რომ წინააღმდეგობას ვერ ვუწევ ამ საზღვარ პოლიციას, ამ საზღვარ სისტემას, იმიტომ რომ ხალხი არ გიდგეხათ გვერდში. როგორ არ ხვენიათ, როდესაც ვიღაცეებისკენ ხელს იშლით, რომ ხედრიონელებმა დაგვაჭახათ, გაგვაუბედიურეს. თქვენს გვერდით მყოფებს რას უშვებით? არც ხვენიათ? კარგად ჩაფიქრდით ეხლა თქვენს გულებში თითოეულ თქვენთაგანმა. უცხოელები ხო არ არიან აქა? აქაც ისევ სამეგრელოს წარმომადგენლები არიან, პოლიციის თანამშრომლების, საახსრულებლოს და დიდ სისტემის წარმომადგენლების, მაგრამ არ უდგეხათ გვერდში. არ იბრძვით თავისუფლებისთვის. გამოდით, გადააბიჯეთ თქვენი თავმოყვარეობა და დაუდექით ხალხს გვერდში. ერთი ადამიანის, ერთი კოლხი ცხოვრებით ჩვენთვის ძვირფასია დღეს. ნუ გავწირავთ ერთმანეს, კარმა შემოგიბრუნდებათ, აუცილებლობად ყველა სათითაოდ გაგანადგურებენ. ამის გარანტიას გაძლევ. ამის პირობას ვიზნები უახლოეს 5-10 წელიწადში. ყველა განადგურდებით, ქართველი გადაშენდებით, სადღლით საძებარი დარჩებით. მერე გვიან იქნება. ამას გვეუბნებიან წმინდანები, გვეუბნება ღმერთი, დადეკით სიკეთის მხარეს, პატივი ეცით ერთმანეთს. გაიგეთ ხალხო, ძალა ერთობაშია, ძალა ქართველობაშია, ძალა სულიერებაშია და ნუ იქნებით სულიერები. იყავით სულიერი ქართველი, ნუ იქნებით ფიზიკურები, რობოტები, გადაჯიშებული, გადაგვარებულები. მეტი რა გითხრათ? არ მინდა კიდე სხვანაირად გაგლანძღოთ. არ შემიძლია სხვანაირად ლანძღვა. მაგრამ ღმერთმა ნუხნას რომ სხვანაირადაც რო გითხრათ, დადგეს ის დრო. მოლაპარაკებაზე რო წამოვიდნენ, მოლაპარაკებაზე. მოგესალმებით ზუგდიდლებო, ვინც მიყურეთ, მე ვარ თბილისიდან ჩამოსული, ამ ოჯახს რო გვერდში დაუდგეთ. ხოლო აქაც დაჟე აქაური მოსახლეობაც არ გამოვიდა იმდენი, რომ ადამიანებს და ამ გაჭირებულ ხალხს გვერდში დაუდგეთ. სანამ თვითონ თქვენ ოჯახის წევრებს არ გამოგისახლებენ სახლიდან, მანამდე ვერ ხვდებით ამას. მოლაპარაკებას ვითხოვთ და იმ თანხას გადაიხდიან, დრო დათქვან და შემდეგ თვითონ დატოვებენ იმ სახლს და საცხოვრებელს თუ იმ დროში ვერ შეეტევიან. ერთი გადაღება მაინც ძალიან გთხოვთ, რისაც შეგიძლიათ რომ პასუხისმგებლობა აიღოთ, დავახმაროთ ამ ლამაზ ოჯახს და მოგავაებებუროთ. მართლმადიდებლობა იმას კი არ გვეუბნება, რომ გაჭირების ციხლი დააჭირეო, გვერდში დგომას და სიყვარულს მოვუთხოთ ერთმანეთისგან. მეც არაფერს. თქვენ ამ პოლიციელებს დავალებას ასრულებთ და მესმის ამ ხალხის მომდირი აცვიათ და არ თვითონ არ უხარიათ, მე მგონია ასე. და მათგალებშიც ხედავ იმ გზნობას, რა გზნობასაც რამდენი ქართველი ადამიანი ისახავდა მიზნად. ყოველთვის ერთმანეთის დახმარება, ერთმანეთის მდგომა. მიაწერეთ ის თქვენი საქმეები ცოტა ხნით და მოგზავნით და დაუდექით ამ ოჯახს გვერდში. ჩემო მეგობრებო, ძალიან აგთხოვთ, ვილოცოთ დღეს ბოროტმა არ გაიმარჯვოს. კიდე ერთხელ ვიმეორებ და ვამბობ, ეგ მევაშეც ჩემთვის, ჩემი ტკივილია, ჩვენი საერთო ტკივილია. იმიტომ რომ მტერმა ჩააგდო ბოროტების მარცვალი, რომ ერთმანეთი დავხოცოთ. სამიზნეა საქართველოს გლობალისტების და მევაშეობა ყველაზე დიდი იარაღი. ვილოცოთ, რომ დღევანდელი დღე ისე დამთავრდეს, რომ მევაშეც, აღსრულებაც, ხელისუფლება ყველა სიმართლეს და უფლის მხარეზე დადგეს. ეს უღმერთობა, აი ეს საშინელი უღელი, არ ვიცი რა ვთქვა, უნდა გადავაგდოთ დღეს. აუცილებლად ხელისუფლება არ ვამბობთ, რომ ჯიჯანაია მართალია. მაგრამ ეს თქვენს მიერ მე ამ წუთში ამ ხელისუფლებას არ გულისხმობ. ეს არის რამდენი წლებია. დაგებული მახეებია საკუთარი ერის წინააღმდეგ. როგორმე თქვენც ვერ გაიგეთ ალბათ რა სიღრმესთან, რა ბოროტებასთან გონდა საქმე. დროა გავიაზროთ.
და აიღე პასუხისმგებლობა, შევქმნათ სახელმწიფო ბანკი. ეს არის გამოსავალი, ყველა გაიღებს, ყველა დავდებთ თანხას. ოღონდ შენ უნდა დადგე გარანტორად. თორე ერი ფაქტიურად სიკვდილის პირას არის. საქართველო რეანიმაციაში სულ ზღაფავს. დიახ, მე ვქვითინებ, ვტირი ვარ. მამიჩი ვრკიან გიფრეს ვაკეთე ამხა. იმიტომ რომ ეს ბოროტება არ განხორციელდეს. ეს არ არის ხალხნო ჩვეულებრივი, რასაც შევეგუებთ. ეს არის პირდაპირ სატანის კანონი. და სატანას ემსახურება დღეს ამ კანონებით, ხელისუფლებაც, აღსრულებაც, მევახშეც. გამოვიდეთ ამ სატანიზმისგან, ხალხნო. გვეყოფა თორე ერი დავიჯებით, ქვეყანა დაიჯება. გვეყოფა. მე იმედი მაქვს, რომ გამოვა ის, ვინც არის წარმომადგენელი და მივაღწევთ ჩვენ მოლაპარაკებას. მივაღწევთ, იმიტომ რომ უნდა გავითავისოთ რა გვჭირს. არავის არ შეგვერგება, დამნაშავედ ყველა მტყუანი ვართ, ყველა დამნაშავე ვართ. აბსოლუტურად ერთი ცოდვის უმპეში ვიხარშებით ყველანი. დიდ კაზინოები, ათასი უბედურება, ნარკოტიკები გააბრუნეს დედაუდირესებს. ამიტომ გონზე მოვიდეთ, რომ ჩვენი ხსნა მხოლოდ იმაშია, რომ ამ წუთში ვილოცავთ და მოლაპარაკებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვამბობთ დღევანდელი დღე ბოროტების არ უნდა დაუშვათ. არაფრით. მე ახლა ბევრს ვერ ვიტყვი, ძალიან აღელვებული ვარ. ჩვენ ნახევარია მწევარ, მაგრამ დღეს ჩამოვედი ბათუმიდან. ერთ-ერთი თავდები მე დავდგები, რომ მოგცენ დრო მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ და ჩვენ გადავიხდით ამ თანხას. ეს არ არის სასწაული თანხა, რომ ამ ხელა სახლი კაცმა დატოვოს და გამოვიდეს გარე. გთხოვთ ყველას დაუდგეთ ამ ოჯახს. ნამდვილად ეს ხალხი გადაიხდის მაგ ფულს. ერთ-ერთი მე ვიქნები ამათი თავდები. გეხვეწებით ყველას, გამოდით, მოდით ყველას. რა დაგებართად მეგრელებო. მწვენია რატო სამეგრელოდან ამდენი ხალხი? რატო არ აკყავთ ხალხი? ბათუმიდან, ქობულეთიდან, თბილისიდან, სხვადასხვა რაიონებიდან არის ხალხი და რატო ზუგდიდიდან არ არის? გთხოვთ მოლაპარაკებაზე წამოდით და გადავიხდით ამ ფულს ჩვენ. მე გაძლევთ პირობას, რომ გადავიხდით ამას. ერთ-ერთი მე ვარ ამისი თავდები. გარანტი მანქანას დაუყურება წავიყვან, მაგრამ სანამ არ უცეს. ელა ჩვენ მეზობლები პასპორტები თავდები რო დავუდგეთ, თავკაცი გვაჩვენეთ. შიგნით არავინ არ არის. თავკაცი არ გვაჩვენებია, მანქანა კი არა, ეს პასპორტი საერთოდ უნდა დაჭყვა და მოხდო რა. საქართველოს რისი მოქალაქეა, რა გვინდა ეს პასპორტი, ეს ქაღალდები ვატყიოთ. უნდა ცეცხლი დაუკიდო ზუსტად ამაცი. რა. ჩვენ ადამიანებს ჩარეცხილებს ადამიანებს გამოსავალი ვამბობ, ეს არ არის მარტო ერთი ოჯახის პრობლემა. 100,000-ობით ოჯახების გამოსახლების მოთხოვნა უკვე აღსრულებაში. მე მაქვს საკუთარი მონაცემთა ბაზა და ვიცი, ზუგდიდში რა ხდება, სამეგრელოში და კერძოდ მთელ საქართველოში. გამოსავალი არის მხოლოდ ვამბობ, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე. უნდა იყოს გარანტორი და უნდა შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, რომელიც იქნება საზოგადოების საწყისებზე. საწესდებო კაპიტალისტვის ყველა დადებს ფულს აბსოლუტურად. ყველანი და სახელმწიფო კეთილინებე, თუ ხარ სახელმწიფო, თუ ქვიათ მმართველები, ხელმძღვანელები, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. და ყველანი არ გექნება თქვენი ჯიბიდან გასაღები. პირიქით გეუბნები, გაძლიერდი ხელისუფლება. გაძლიერდი შექმენი შენი ბანკი. ოდო ვეგედირთა მათხუა ძალოი რომ იტგარენებ წყუმა და შვას მათხუა პარა. შენქიანას ვაუმთ უნდა გირებათეშ. გვაქვს ჩვენ საკმარისი დიდება უფალმა დაგვაბერტყა ყველანაირი სიმდიდრე. და ნუჯამს ერთი ოროლა მარტო ამას. ეს ერმა ვინ წარმომქმნა ყველას ისაკუთრებაა. და კეთილინებე და დადოქი გარანტორად ვამბობ. შექმენი სახელმწიფო ბანკი მიეცით გარანტია მევახშეებს და ბანკებს.
მარტო სახლებიდან კი არ გამოყიან, სასაფლაოებსაც გაუყიდიან. გაყიდულია უკვე. სასაფლაოებს კი არა, ძისვალებულებს გაყიდიან თავისი ადგილებიანად სასაფლაოებს. გაყიდული არ არის უკვე. ყველაფერს გაყიდიან. რა დაგჭა გაუყიდა? რატო არიან სახში, რა აჯენ სახში ასეთ მდგომარეობაში ახალს არ ვიცი რა. ვერ გამოდიან. რა აი როგორ შეიძლება? მთავრობამ არ დაინახეს. ყველას დამხმარე მithumetes ჟიტონაია. ყველას დამხმარე. არ არსებობს გამოსახულება ეს ხალი ლიდერობდა იმას უარჯდება და სხვა გაგუნებს. ვერ გავიგე. ხოჯდება ტელეფონით რა. ვერ შევამოწო. ვერა, მაშინ ნატასის ბლოკის ის რა შევუერთო. თუ მომაწვით შევუერთ. ხო, მიშა დამიჭირე ხოთი. ნატა სად არის? სიაში რო არიან, სად არიან? თვითონ ადამიანები. ჯერ არის, მოდი არის 50%-ია. ხო, რა. ვინც ახალს მოსულებს მაგას. ატა. არაფერის ბლოკი მინდოდა, მაგრამ ჯერ ყოფილა 50% და იყოს. გავდე საქმეს აკეთებ სიგარეტი, ტელეფონი. მელავი შეგიყო სულ? მელავი შეგიყო? ცოტა ხანი ხო არ გავთიშო. რა შეგორცმოთ? მე ტელეფონი არ დაჯდა. მაშინ ცოტა ხანი გავთიშო მეგობრებო და შემოვარ ცოტა ხანში. ცოტა ხნით მეგობრებო, გავთიშოთ ლაივს, ველოდებით აღსრულება შეგნით არის შესული საზოგადოება გარეთ ველოდებით. ნახოთ ეგ გამოვიდეს წარმომადგენელი ვინც არის, რადგან თვითონ ვერ მობედა და ბოლო-ბოლო მაინც მივახციოთ შეთანხმებას. ნახოთ, თუმცა სამეგრელო ნამდვილად არ მეგონა, უფრო მეტ აქტიურობას ველოდი შენგან, მაგრამ ხედავ რომ ძალიან ცუდად შემოუწევია აქ გლობალისტების პროგრამას. უფრო მეტად მეგონა სამეგრელო მობილიზებული იქნებოდა. და გიბაღუნეთი თუდიშ მოწირკინა ფადომუდ გარენვარ კიალით გილართით პრობლემა ქოიღუნა და თქვან ქუჩას დო ირკოს ქუწით მუგოჭენა იმიტომ რომ ჩავსარდა იმალად რომ ბოლოს არ ძასკონ გაკითხადა და ხვალო არცი დო ჟირის აქტიურობაში მენჩავად თქვასკან მინაშა ხუჯებშა გეჭოფით თქვან ვალდებულება ოდო ეთეშ გირაგადუქ რკიალით ოკო გილართე სკან ქუჩას ოდო არძასოკო უწუე ხვალესი ვამიშეოკო არძას ოდო ათაგერდასოკო არძა ეთი დროს მუმეხარებუნა ღორონთ ეთი დროს იბაბუდ ღირსი დროებით